მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან საინტერესო ვიწევ. გამარჯობა. მე დავიწყებ მადლობით. პირველ რიგში, აი ახლა თუ ჩვენ ვინმე გვიყურებს და ალბათ გვიყურებს, მადლობა რომ ნაკრების თამაშს როდესაც ჩვენ ყურება, იმიტომ რომ მეც კი ნაკრების თამაშს ვიყურებ ახლა. ერთი წუთით ეს რა არა კოლეგიალობა არის ჩვენს მიმართ. კარგი, ნუ ამაზე მე ვილაპარაკოთ. თავარია რომ ეხა შენ უნდა დაიწყოთ, შემოგაგო, რადგან ეს გოგონა ამ გოგონას თავი შენ ითხოვე. თეორა ბაგდავაძე კი ბატონო. მომიტანეთ ალფრედო გარსიას თავი. გაუშვათ თუ შენ. შენ ნაკრების თამაშს და გაუშვათ. არა, ცალითვალი აქეთ, ცალითვალი. კარგი, არ გამოვა ეგრე. ბიჭო, მე ცალითვალი დასავლეთზე მაქვს და ცალი ლოკალურზე, ხა როგორ არ გამოვა. შუაშია და საინტერესო. ლაივ სკორზე გადავწე და იქ ახლა. მოკლედ, გაუშვათ. არა, წინასწარი გავუკეთე რომ ქაუტან აიონაზე რა ვიცი ჩვენ რა, რომ მას ბოსხი და ბორხესი ერევა. ამას უარყოფს, მაგრამ საქართველოს რაც გვაქვს ნანახი როგორ უნდა უარყოფს. და არის და ჩვენ მაცავით მელოჩნიკები არ ვართ. სკრინების გამკეთებელი. რო სკრინები გვეკეთებინა და დაგვედოკუმენტირებინა და ასე შემდეგ, მაგრამ ნანახი გვაქვს. და მე მეგონა რომ აი ამაზე დიდი რა ინტელექტუალური დაღმასულა შეუძლებელი იყო ვიდრე აგერიოს ბოსხი და ბორხესი ერთმანეთში. მან ეს შეძლო. თაიონა ორივე მე უფრო ცუც ვიტყვი რომ ბარემ შეურაცხყოფა მივაყენო. თაიონა ბაგდავაძე არის დაბალი და ასვლა ძალიან მაგალი კუსლები და აი ეს არის მაგისი მოდი პირდაპირ თქვა სიმართლე თქვა მისი ეს კომპლექსი ძალიან ერთი თუ მე ვიტყვი რა მე ვიტყვი რაც ყველაზე ძალიან გაუწყდება არის ძალიან დაბალი აცია საოცრად გოიმური მაგალი კუსლები რომ ოდნავ მაგლად გამოჩნდეს რა ჩაჩი მორჩარა ხო დავასრული ამბავი მოიცა მე მგონი პენალს გვიდებენ არა გადავჭდა შენ ბიჭო ეხა გაერკვიე შენ თავში სადახარ რა თაიონა ბაგდავაძე არ მაინტერესებს არ მოგივიდეს კაი გაუშვათ თავარი მე ვთქვი მაგოგოზე გაუშვით თუ შეიძლება პროპაგანდაზე ვსაუბრობთ ერთი ფრაზა აქვს მარკტონის დათქვამი რომელიც თლიანად ხსნის პროპაგანდის რაობას რომ რაც უფრო დიდია ტყუილი მით უფრო მარტივია მისი დაჯერება შესაბამისად ეს აბსურდულობა ამ ტყუილების რაც არის deep state გლობალური ომის პარტია აკადემიური ანუ მე მინდა დავიწყო იმით რომ ძალიან თვით დარწმუნებული ინტელექტუალური ტონით და ჰაბიტუსით რო ლაპარაკობს ამას ნუ ეს ერთი პრობლემა არის შენ სხვა პრობლემა ახსენე მის მაგრამ რეალური მის პრობლემა არის ეგ რომ მას აი აგრესიული პროვინციალიზმის საუკეთესო გამოვლინებით უნდა რომ ვინმე მაინც მასში დაინახოს რომ ინტელექტუალია სადაც ეხა სიცარიელეში რომ რაღაც ნივთი დაინახო რანაირად უნდა დაინახო ხო სინამდვილეში ამ ქალის პრობლემები მისი გარეგნობიდან გამომდინარეობს ინაზღაურებს როგორც ქუსლებით ისე ფსევდოინტელექტუალური გამონათქვამი ხო ბიჭო მაგრამ შეცდომაცაა და შეცდომაც უყურე ანუ ყველაზე კეთილშობილი ჰუმანისტი ავტორი დააკავშირო ბიჭო ჰიტლერთან ანუ არ მგონია რომ ჩვენ მაყურებელს ვინმე სჭირდებოდეს იმის შეხსენა აბა ეს აი აგვიანებს ეს ჩემი ლაივი თუ რა არის აგერ იყვირეს მოკლედ გაიტანეს მაგრამ არა ვიცი მე ამის დედავატირე არ რაივია და ერთი დღით წინა მოკლედ ჩვენ იმას მე მგონი სხვა თამაშს ჩანაწერს უყურებ სხვა თამაშს უყურებ აპლიკაცია გაასწორეთ ხო უნდა მექნება ჩვენ კოლეგა არხთან რა არის ეს გაიტანეს შენ რა კიდე არა ხო და ლაივ სკორზე გადადი და იქ უყურე აბა რას უყურე ბრავო ყვარა ისევ ბრავო აი ტოპ გოლი გაიტანა ბოდიში სამწუხაროდ ყვარა და უნდა გადავიდე დაიონაზე მოკლედ ანუ ყველაზე ჰუმანისტი და კეთილშობილი და იუმორით ახსავსე და რა ვიცი ვერანაირად რომ ბოროტებასთან ვერ გაიგებ ადამიანს შეგეშალოს ჰიტლერში იმიტომ რომ აღნიშნო რომ არ მგონია რომ ვინმე ჩვენ მაყურებელს არ იცოდეს რომ ჰიტლერს ეკუთვნის მაინ კამპში უწერია ხო მაგრამ მე ბაჭოს სიმართლე რო გითხრა არ მჯერა რომ მარკ ტვენი და ჰიტლერი როგორ უნდა აგერიოს ანუ ბორხეს და ბოსხი ვაფშე გასაგებია არა და მეც მათქმევინე ანუ ბორხეს და ბოსხი გასაგებია და იქნებ მარკ ტვენმაც თქვა რამე მსგავსი და იმან განავრცო მე გეტყვი ეხლავე გეტყვი მარკ ტვენსაც ხო ქონდა რაღაცა რა ეგეთები ეუბნები ძმაო უყურე ну ჯერ ეს ერთი რომ ეს მაინკაპში წერია და მე გებელს მიაწერდნენ და ანუ არ არსებობს ამ ციტატის მაინკამპი წაკითხული მაქვს ოღონდ ადაპტირებული ვერსია ყველას ეგ გვაქვს ალბათ მაგრამ არ მახსოვს ხო და არა გარეხარისხის ყველაზე არამეცნიერული ლიტერატურა რომელზეც აი ვერთან ხვდებიან ბევრ სხვადასხვა ურთიერთგამორიცხავ ავტორზე რა რომ ანამისი მაგრამ ეს არის კაროჩე ის რომ ერთი მაინკაპში წერია და მეორე ხშირად მიაწერენ ხოლმე გებელს აბა მარკ ტვენი რა უყურე ხა მარკ ტვენი
იქიდან გამომდინარე ჩვენ კეთილსინდისელი ადამიანები ვართ, მე მაინც დავეჭდი რომ იქნებ ჩემში ხო არა პრობლემა, მან მეტი ხო არ იცის. და მე ხო არ მეშლება მართლა. აუდექი ძმაო და მარკ ტვეინზე ამ კონცეფციის ირგვლივ Google-ე მთელი, რა ვიცი, 20 წუთი. ყველაზე ახლოს მდგომი რაც მარკ ტვეინზე არის ნათქვამი, მსგავს კონცეფცია არის რომ თარგმანი რო გავაკეთოთ, ტყუილი მოასწრებს შემოიაროს მთელი დედამიწა, სანამ სიმართლე ფეხსაცმელს ჩაიცვამს. აი ეს არის ყველაზე ახლოს რაც კი დგას. არსებობს ასეთ TikTok ტრენდი. სადაც ვისეთ ავტორებს, ფილოსოფოსებს და გაქარდული ვერსია ნახა და იქვე ეგრევე სადაც მიაწერენ ხოლმე რაღაც იუმორისტულ ციტატს. და იმ ვიღაც იუმორისტულ ციტატის ავტორს მიაწერენ ამ ფილოსოფოსის ან აუდიოს მწერლის მაგრამ რა გინდათ სავარაუდოდ სტაიონამ ნახა ეს სადაც მარკ ტვენი მიაწერეს ჰიტლერი და აი ნახეო რა მაგარი ციტატა მაქვს ინტელექტუალური გამოცდილება მარკ ტვენს ვკითხულობ და ვეცნობი და ვიციო და თან პროპაგანდას სამითი დავაკავო სტაიონასთვის ზიანის მიყენება და დაცინვა გვინდა ვაღერო და ჩემმა სიტყვება 100 ჯერ მეტი აგერ ბაჩო მთელი გამოძიება ჩაატარა და შალვა ერთი სიტყვა თქვა და მიაკეთა ეგრევე ჯვარები გამოძიება მარტინკო ჩავარდა მე დავეჭდი რომ იქნებ მართლა ანუ ეგეთი თვითდარწმუნებთ ადამიანი რაღაც ამბობ მე მართლა მე ხო არ მეშლება და მე ხო არ მაქვს ესეთი მწირი წოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით მაგრამ არა ძმაო აბა გადავიდეთ ნიკაია გვარამიაზე ძალიან ცნობილია ნიკა გვარამია იმით რომ უნდა გადავიდეთ მათთან გავუშვით ხო ამით ყველას მოუწოდებ ან ადაკვალიფიცირდით მეგობრებო პოლიტიკოსებად და ჩარეცხეთ მოქმედი პოლიტიკური სპექტრი როგორ საქმე თქვენ გააკეთეთ და ჩვენ ამომრჩევლებად გადაგვაკეთეთ და კი ბატონო მოგწევთ ხმას მაგრამ ბიჭო ან პარტია შექმენით ან მით უმეტეს უცნაური პოლიტიკოსები ხართ რაღაც გააკეთეთ ამის დედავატირი ლაპარაკის ამის დედავატირეო აი კაცი ამა გუში გააცემა სუყურა კურიატიკში რომ გამომწესეთ და მოიცავე ხა რითი ვიკაცო და დედავატირეო სამოძმო ნახე რამე მოძრაობა გააკეთეთო ერთხელ მე მახსოვს სასმელი დავლიე და რა ასაკში ეხლა რა ეხი წლის წინ და დაუყევი ამათ ყველას ვაგინე. გვახსოვს ყველას გვახსოვს. აგრას მაგაზე ვეუბნები. მოძრაობა გააკეთე. ეგ გვახსოვს, ძალიან კარგად გვახსოვს. ანუ მეგობრებო, მე მახსოვს ძალიან კარგად გუშინდელი დღისავით. ანუ დაუარა არ ქვია ხა ეს სკრომნიჩეით რა. ბაჩორს ნიკამელიამ მიპასუხა. ნიკამელიამ რომ უნდა დააგბრითო. აი მენა ყველას დაუარა და დედა აგინა. აბსოლუტურად პირდაპირ მნიშვნელობით. აი ესეთი ამბავი. გითხრა ჩემი წერა გახდებით შენ და ის მეორეო. ხო. შენ გითხრა? ხო, ან შენ არ გერჩის. მეორე. შენ ხო არ ძმაკაცო? ეს რა. არა ნიკამელიასთან რამდენი ნაძმაკაც არის ხო არ გაქვს ნიკამელია? არა, საიდან? სადმე და სად ნიკამელია, მაგრამ იმაშია, ციხეშია, ხო? არა, სანამ არა, გარეთ რო იყო რა. ვერი მოქმედებო? მოქმედებო? ხო. ხო და მაგას ის უნდა მიგეწერა მე რესტორანში რა ტყეში მე არ დავდივარ. რო ვაჭმევ საწრუღით მე და მოსექსი თვე. ოერევი? ვის? ნიკამელიას. უტრუკია მაგარი რო. რაცა უნდა უტრუკი იყოს სასმელი და დიაზეპამი რო ერთად დამალევინო მაინც მოვერევ. ბიჭო მე სერიოზულად ვარჯიშობ. ძალიან მაგრა. შენი მოძრაობის მარშრუტი იცი ან მართლა რა ერთხელ შევიკრავ და ისე მოვერევ. მართლა ბიჭო. ნიკამელია სადაც დააფურთხებს იქ დავაგდებ და აი ეს არის ყველაზე კარგი განცხადება რაც დღეს მოვისმინე. აბა ვაშკა გავქარდოთ რა მე მექნება გავქარდოთ გურის სულთან. ჭარევით გურის სულთან ნიკამელიას. შავა რამიშვილი. ფურთხებს იქ დავა. შავა რამიშვილი მოერევი ნიკამელიას გურის ეგ. სადაც დააფურთხებს იქ რას უძავ? დააგდებს. დააგდებს. სადაც დააფურთხებ იქ დააგდებს. დააფურთხებს ის. მე რო დავაფურთხო შეიძლება. დავაი. მე დავაფურთხო და შენ იქ დააგდებს. დანუკა ჯორჯორდანი რომელიც უკიდაგანა გოიმია და ის და სხვათა შორის მე სულ ვამბობდი რომ არა ამას გავუშვებდი მაგრამ მაინტერესებს რანუკა ჟორჟოლიანს მე სულ ვამბობდი რომ რაღაცა ინტელექტის ყორიფე და რაღაცა მისკენ გადამქონდა სატირისტულად ის ხაზები რომ მას არ გააჩნია ინტელექტი ნუ რაც ფაქტია და სასწაული მაგრამ ჩემთვის ჩამოქვეითა ნანუკა მეორე ადგილზე პირველ რიგად ტაიონი დაიყვანა. კაი არა. არა. ხურე ეს ნანუკა მაგ არ გამოდის და მარკ ტვენმა თქვა გებერსის სიტყვას არ ბაზრობს. პრეტენზიაც არ აქვს მარკ ტვენის. არა, რატო იცი მარკს ამყაროსთვის არ მიუღწევია. ჯერ არ იცი იმიცი რომ ეხა ხო. ეხა მე ფსიქოლოგიური ზეჭი. მე გეტყვი აი ამ ვიდეოს წადამძვრაც გავუკეთებ. დღეს გამოვიდა ვიდეო თადო ნანული და თქვა რომ მეო მაშინო არტილერია რო თქვიო ვიყავიო ძალიან დიდ ბუნიგის ქვეშ და სიცოცხლე არც მინდოდაო რა ანუ ისეთი სიგიჟე თქვიო სისულელეო რომ მე რომ დამცინო თელმა სოფლიო რომ დამცინაო და
ეხლაო მეო ეგრე კი არ ვიზავო რაღაცების გამო. არაო ვაპატიებო შეცდომებსო ვიღაცებსო და ეგეთი განსხვავებული კონცეფციებისგან ვიქნები გულკეთილი და გულმოწყალე. ეს აუხსნელი ფენომენია, იმიტომ რომ აი ბორხეს და ბოცხი, მაცრად ეცამე ბორხეს და ბოცხი რო აგერიოს რაღაც მხრივ არტერია და არა რაღაც მხრივ ბიჭო, აი აგერიოს ზეპის სიტყვიერება. რო დაწერო და ანუ რო დაწერდა მან რო აგერიო. Facebook სტატუსი იყო ეს. არა თქვა. Facebook სტატუსი იყო. Facebook აი უნდა ეს ნანუკაზე გეუნება. არა, ბოცხი და ბოცხი გავიგე. ეგრო აგერიოს ლოგიკური ახსნა აქვს. არტერია და არტილერია ბიჭო. ჩვენ გვახსოვს ეგ ვიდეო ძალიან კაკეთ, ხო და მაგარია. ხო და აი ამაშია საქმე. არიან ადამიანები, რომლებსაც, რეამინაციას ამბობენ, ხო და ასე შემდეგ. ეგ ოკეია, გასაგებია რომ რეამინაცია და ასე შემდეგ, მაგრამ არტერია და არტილერიას რო ურევ ერთმანეთში ჩამოყალიბებული იდიოტი ხარ. როგორ გითხრე, უტიფარი. აი რაც ნანუკამ, რასაც მიაღწია, არის თავისი საზარელი, ყოვლის მომცველი საოცრად პროვინციალური ნაგლობით, აი ქაჯობით და უტიფრობა, აი ნაგლობით. ეს არის ნაგლობის განსახიერება ქალი. აი თუ რამე ჯადუ აქვს და შორის ეგეთ უკიდურესი ჯადუ ნახე რა გეუბნები უკიდურეს აი ამ მენტალურ და აი ამ სოციალური ჰაბიტუსის მქონე პერიფერიას ახასიათებს რა რომ უთხრა რომ აი ნასაში დავაი მიდი და ბირთვული ფიზიკის თავარი მასე შენ მიხედე ცერნის კოლაიდერს უხელმძღვანელე როგორ არა მე სულ ოცნებობდი ამაზე რა პრობლემა ხო და დენი კრუგერის ეფექტია ეგა შესაბამისად მე მინდა გითხრათ რომ აი ნანუკა ჟორჟოლიანი არის საქართველოში დენი კრუგერის ეფექტის და დასერჩე დენი კრუგერი ნანუკა რა ლიბერალური ინტელექტუალიზმის მე მგონია რომ არის თავარი არის მწვერვალი და შესაბამისად მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგია რომ ეს ადამიანები მარგინალიზდებიან ქარდებით აღარ იხელმძღვანელობენ წაიკითხოთ ნანუკა ჟორჟოლიანი გაუშვით დიადი ციგნები შპენგლერის არ იყოს ცივილიზაცია მაშინ დაეცემაო რომ მაშინ დაეცემა რომ დისციგნებს ვეღარ გეიგებენ რაღაც კანთან დგაო ვეღარ გეიგებენ ნანუკა გაუშვით ეს საკითხი დგა ცები რომ მწოდეთ ასეთები არიან კიდევაც გათრავენ არც შეცდომას გაპატიებენ მაგრამ შემდეგ გეტყვია რომ შენ ამას ვაკეთებ თორემ ცუდი ხარ თორე სინამდვილეში თვითონ უარესებს აკეთებენ ესეთია ბიჭო მე საუბრეს მაგარია ფარს და ნანო ის ვინც აძერს დაიბლგება ბლოკ ეს საყვარელი არანაირი საყვარელი უჟასია ეს არის ჯოჯოხეტური მე ცალსახად ამასა და ჩერგოს შორის ამის ხარეს გადავედი მე მაგალითად უჟას გადავიღებდი სადაც მოდის ნანუკა დანიცხეში და მოკლას და შენ ფანჯიდან აგდებ აგნი მიოცესო და არ ყოდებ არა ხო არ გესმის რაღაცნაირად ძალიან მაიკ მაიერს ხო აი ეგ უჟასია რა უჟასა და უჟას გასპადა ამდენი მაგარ ფილმის გადაღება შეიძლება მაგრამ ჰა დათო თაზუნაშვილი გაუშვათ აუცილებლად უნდა გაუშვათ ოვალივაციის პერიოდი აქ ისეო ევოლუცია არ დამდგებით ის რომ მეორე და მესამე ნამდვილად არ მოუწოდეთ დიალოგის კონცეფციას პასუხს ვიღებთ რომ საერთოდ ლაპარაკს თქვენთან აღარ პოლიტიკური ხაზი პოლიტიკური მიდგომა და სტრატეგია გაგრძელება იქნება აი ამ განსხვავებული მიდგომის ძიების და ამ განსხვავებული მიდგომის შემოთავაზების აქვე ვიტყვი ჯიუტად იმიტომ რომ პოლიტიკაში არ მოერიდება მნიშვნელოვანი შეიძლება ვიღაცას რაღაცა მომენტში ეხლა კონკრეტულ მომენტში ეს ამიტომ გაიგონოს ვიღაცას ეგონოს რაღაცა ინფანტილური კარგით აღარ გვინდა მე არ ვიქნები ეს თავმდაბალი და ვიტყვი ჩემ თავზე მივიწერ რომ ეს ტრენდი კი მე პრემიერის გამნახე მაგრამ ჩემ თავზეც ავიღებ რომ დიდი წვლილი მიმიწვის თაზო დათუნაშვილის სახელის არევაში და ხალხს ერევა და ვეღარ გაუგიათ დათოა თაზუნაშვილი თუ თაზო დათუნაშვილი ამის იქით ამას საინტერესო არაფერი აღარ გააჩნია ორსახოვანი ბუნება ვაშაძე გაუშვით მეუნები ჯუნიორი ვაშკა და გაუშვით ოპოზიციური ალიანსი რას ეფუძნება? ანუ ვინ ვართ, ხომ? სამი მთავარი პრინციპი, ეს არის პატიოსნება, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი, რა, სამშობლოს სიყვარული. ეს სამი მთავარი. ეს ჩვენვე დაიხასიათეთ თავი. დავიხასიათეთ რა, ფიქრობ რომ გამოიწვია ბევრი ადამიანის ამას. უჩვენებს და სწორედ ეს არის საზოგადოების გვინდა ვაჩვენოთ. გავტიშოთ
დიანას ყვატაშოვი ჩვენგან აქვს პრემია გამოსაწერი. ბოლო პერიოდში გაჩერდი ბიჭო, გაჩერდი საპრემია. არის ვენებს რა. არა იღებს დიანა მაგფულს. ჩაურიცხოთ, კაცო, თუ გადმორიცხავს უკან ახლა რა ვქნათ? საჩაურიცხო ანგარიში გააქვს. პირას ნომერზე. შენ თუ გაგანგარიში ტელევიზიას. კი აქ. აქ, აბას აქ, ლაზაჯო. იეროლიპებით. ხო. არა, დიანას ჩვენგან კომპლიმენტები. ძალიან კაი გოგო ხარ დიანა, არა, რა არის რომ ვაშაძე არის ასევე ესეთი კაჯი არ არის, ეგეთი კაჯი არ არის ნანუკა არის ნომერ პირველი კაჯი საქართველოში, მე ესე ვიცი. ძალიან კომიკური ფიგურა, რაღაც ბლოკჩეინ. ხო, არის 3P. ამათ ის არის 3P. პატიოსნება, პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი, მე სხვა პუთი ჩავანაცვლები. მინიმუმ ერთს მაინც სხვა პუთი ჩავანაცვლები. აუ, მაგრამ 3P გამოდის, ოღონდ 3 სხვა სიტყვა რო იმას ხდა. არ გვინდა. ერთი მივხვდი. ერთი სიტყვა მაქსენდება. მეორე ვერ მივხვდი პ-ზე. კი, ორი მივხვდი. ორი მივხვდი, არ გვინდა გაგრძელება, კი ბატონო, არ გვინდა. მოდი გავუშვათ. არ გვინდა, დანარჩენი არ გვინდა. ოკეი. თაცო დათუნაშვილი გავუშვით. გავუშვით უკვე. მეორე. აღარ გვინდა, კაი. არა, კარგია მეორე, ჩემი ხათრით გავუშვით რა. მაშინ დათო თაზუნაშვილად ზარა პროპაგანდისტურ არხებს რუსთავი ორს იმეცას შემდეგ რომ პირველი წამიდან პირველი დღიდან მომართეს თავის ეს რაღაცა ბინძურული ჰიბრიდული პროპაგანდის მანქანა იმაზე რომ ჩვენ რატო პროპაგანდული განავითარებს ჩვენ რატო და შიოზე თანამოსახლე შიოზე მინდა 1-2 სიტყვა თქვა. მეგობრებო, აი თქვენნაირი ეკლესიაში რო არ მიგესმება და რო აგინებთ. რა თქვენი საქმეა ვის აირჩევს საქართველოს ეკლესია პატრიარქად. აი რაი, არ ხო გეზიზღებთ, ხო არ მიდიხართ. ხო ბნელებს უწოდებთ, ხო რუსულს უწოდებთ, ეკლესიაში არ დადიხართ. პატრიარქ შეურაცხყოფდა. თქვენ რატო გაინტერესებთ? ო, რატო გაინტერესებთ ვის აირჩევს? გაეშით რა. მამა რუსუდანი და დამბდორი. თქვენი საპატრიარქო ხო გაგვდა. მოვდივარ მე იმ საპატრიარქოში გერევით, მივდივარ რაღაცას განვიხილავ, განვიკითხავ. ეს კი არა ეს და ასე შემდეგ. ფეხებზე არ კიდია ვინ იქნება, მამა რუსუდანი იქნება თუ დამბდორი. და დაუკარით ის. დამბდორი მოიწვია, იცი ერთ-ერთმა არხმა. ეგ ტიპი დამბდორი. ხო. მოიწვია იისფერი ნასკები რო ეცვა და იისფერი ყველაფერი აჩვია იისფერი. პეტრე კოლხი რო ჩართო პატრიარქზე ისაუბრეს, დამბდორმა ისაუბრეს. ხო მაგარი კაცი იყო. ამათთვის არის პეტრე კოლხი. ყავს პეტრე კოლხი? არა, ანუ პეტრე კოლხი რო ჩართო თქო. მისი აზრი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო. მაგაზე და ხატია დეკანოიძე. კაი ქალია ძალიან, გავუშვით. მივაყაროთ და მოვჭეთ. მთავარი აქ არის ის, რომ ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი, ქართული საზოგადოების პოზიცია არის ძალიან მყარი, ჩვენ არ გვინდა დაყოფა საზოგადოების, ჩვენ არ გვინდა ქართველი ხალხის გახლეჩვა, ჩვენ გვინდა ერთი მუშტაცებული საქართველო, სადაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი, სადაც მთავარი ღირებულება არის მოქალაქე ქართველი ნებისმიერი ჩვენთაგანი, რომელიც იზრუნებს ამ ქვეყნის განვითარებაზე მშვიდობაზე და ლიბერალი მე ხო მე იცი რა კიდევ ერთხელ ვფრო აი ამათ თავალი იდეალი არის მოქალაქე ხო ჯერ თავის მართლობისას კონკრეტულად ხატიაც როცა ხელისუფლებაში ყველაფერს აკეთებდა რომ მოქალაქე უფლება იყო უზენაესი მართ კი ბატონო და მე პატიმრის განსაკუთრებით მეგობრებო აი ეხლა რაღაცა სიტყვი ამათ არ მიმართავ და თქვენ მოგმართავთ ვისაც მეტნაკლებად მეტაფიზიკურ თათვობა გააჩნია მე უკვე შენ აღარ გეოპარაკები შენ მოგმართავ ირანის მაგალითმა ხო აჩვენა სატყური ინდივიდი არაფერია ერის ერთობასთან მიმართებაში. ერი შეიკრა, ერმა გაუძლო ამდენ დაბომბვას და ამხელა მეგა მონსტრ ქვეყანას ამერიკას პირობებს უყენებს და ის იძულებულია ის ამერიკა ამ პირობებზე წამოვიდეს. აგერ ნახავთ თუ არა. მე ვიტყოდი რომ არანაკლებ მეგა ქვეყანა არის ირანიც და ვინც იფიქრა რომ ეს იქნებოდა ის ძველი სირია ან ეს ვენესუელა ეს დიდი შესაძლებლობა იყო არაბების ქვეყანა ხო ეს არის უდიდესი ფილოსოფიის მქონე ჯერ უძველესი ცივილიზაცია სპარსული და ამას დამატებული აი მათივე პროვოცირებული აქციები რო იყო ახალგაზრდების ეგრეთ წოდებული ირანის ოპოზიციის მათი ეფექტურობა თვითონვე როდესაც მოკლეს 160 გოგონა თუნდაც მაგიტო დაბომბეს უმოწყალოდ სამოქალაქო ობიექტები მაგდროს გაანულეს თავიანთი მეხუთე კოლონა მაგდროს გაანულეს თავიანთი მეხუთე კოლონა დიდი მადლობა მეგობრებო რა ანგარიშია სამწუხაროდ 2-2 არა უშავს თქვი ქართულად დვადვა
დვა ხო რა 2-2 რა ორივე უჯაგესი გოლი გაგვიტანეს ერთი რიკოშეტით და მეორე ჩვენ გავიტანთ კარგ გოლს ახლა აგერ ნახეთ თუ არა დიდი მადლობა იმისთვის რომ გიყურებდით ორ შაბათამდე გემშვიდობთ მადლობა ყურადღებისთვის ორ შაბათამდე